როგორც კი მეფე გახდა, გადაწყვიტა, რომ არ ჭირდებოდა თავისი ქვეყნის განვითარება. არ ჭირდებოდა განათლების რეფორმა, ეკონომიკური მიღწევები, არაფერი. მთავარია, ხალხი არ ყოფილიყო მშიერი, რადგან იცოდა ყველანაირი უკმაყოფილების დასაწყისი იყო მშიერი მუცელი. ხო და ბრძანა, შეკრიბე ჯარი. ჩვენ მეზობელ მშვიდობიან ქალაქ-სახელმწიფოს უნდა დავესხათ თავსო. ასეც მოიქცნენ. დაესხნენ მეზობელს, რომელთანაც არასოდეს კონფლიქტი არ ქონიათ. გაძარცვეს. ბოლო გროშამდე წამოიღეს ყველაფერი. რაც კი რამე სანოვაგე ქონდათ, არაფერი დაუტოვეს და ბედის ანაბარა მიატოვეს მეზობელი. სამაგიეროდ თავისმა ქალაქ-სახელმწიფომ გამოიზამთრა. მეორე წელსაც იგივე გააკეთა. ჯარი შეკრება, სარდალს უბრძანა და შეესივნენ. მესამე წელსაც გაძარცვეს მეზობელი, მაგრამ არაფერი მეტი. საერთოდ არაფერი მეტი. მეოთხე წელს სარდალმა უთხრა: თავის ქალაქ-სახელმწიფოს ჩვენმა მეზობლებმა ხის ღობე შემოავლესო. მან კითხვა: გადაწვით ღობე, რასაც კი ახალ აშენებულს ნახავთ, ყველაფერი დაუნგრიეთ. წაართვით, რასაც ნახავთ და წამოდითო. ასეც მოიქცნენ. გადაწვეს, დაანგრიეს. გაძარცვეს და წამოვიდნენ. მეხუთე წელს სარდალმა უთხრა: ბატონო, გალავანი აქვთ გარშემო, ქალაქზე შემორტყმული და შიგნით ბევრი აღარავინ ჩანსო. უთხრა: შეანგრიეთ გალავანი. შეანგრიეთ და რასაც ნახავთ, ყველაფერი წამოიღეთო. ძლივს რისვა ივაგლახით შეანგრიეს გალავანი. შევიდნენ, შიგნით წინააღმდეგობაც შეხვდათ, მაგრამ სერიოზული არაფერი მაინც. ძალიან ცოტა ნახეს, რაც ნახეს და წამოვიდნენ. შემდეგ წელს ისევ შეკრიბა თავის ჯარი. უბრძანა სარდალს შევესიოთო. შევესიოთ ჩვენს მშვიდობიან მეზობელსო. შეესივნენ. გალავანი ძლივს აიღეს. ალყით, გრევით და როგორც კი ქალაქში შეიჭრდნენ, მშვიდობიანი მოსახლეობისგან აღარაფერი დარჩენილიყო. ეს იყო მობილური არმია, გაწვრთნილი და ორგანიზებული, რომლებმაც მაშინვე დაამარცხეს თავს მოხვეული და შემოვარდნილი მტერი. გაოგნებული სარდალი მიეჭრა და უთხრა: გილოცავთ მეფეო, თქვენ მათ ბრძოლა ასწავლეთო. აი ნახე როგორ ხდება, როცა არჩევანს აკეთებ პარაზიტობას და განათლებას განვითარებას შორის. ის ხალხი ყოველ ჯერზე ხელახლა იწყებდა ნულიდან და უკეთესად, მე-7 წელს გამოუვიდათ. სამაგიეროდ ამის სამეფო დარჩა ისე, როგორც იყო, პარაზიტობის იმედად. პარაზიტობას არასოდეს არ